ეს არის 2 იანვარი 2026 წლის 2 იანვარია, ბედობა და ჩვენ ერთად დავიბედეთ ეს დღე, რაცა გუშინ იყო ჩვენი დიდი წერლის კლასიკოსის რუსთავის პრემიის ლაურეატის ბატონი რეზო მიშველაძის დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა ჩვენს ძვირფას მწერალს ბატონ რეზოს და აგერ მისმა მცირე პატარა სამეგობრო არა ბატონი რეზოს კამის მეხოთბეებმა. აი. გადავწყვეტ რომ ერთად აღმოჩნდეს ეს დღე. ხო. ერეკლე მოდი ეს რა ვიცი ხარ გოგო წარმატებებ წისვლას ვიულოცავ ამ წელს ჩემს ქვეყანას პლუს ბედობა არის და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ოჯახები თქვენი გონება მიმართული ყოფილიყოს სიკეთისკეთებისკენ და მას გამართლება გქონდეს გამართლებული ყოფილიყოს კიდე ჩვენი ქვეყნის მოქმედება რასაც ბედობა ქვია და კარგად წაეყონოს ჩვენი ქვეყნის საქმე გაიხარე დიდი მადლობა მოსმენისათვის და ესე თითო ორონჯი ხასი შეგაწყვეტთ ხანდახან და უღრმესი მადლობა გაიხარე ძანე ბატონო ნიკა ნამდვილად უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა ბატონო რგუჯა უბრალოდ ძალიან მოგზაურობით და ორი სიტყვით ვიტყვი დიდი ხანი არც არის რაც ასე ვთქვათ მწერალთა კავშირში შემოვედი ყველამ დამინახა ყველამ მომეფერა რაღაცა მაგრამ განსაკუთრებით როგორც გინდა აუგრძნო და რაღაცა ბატონ რეზო მიშველაძის ოჯახში მაპატიეს ძალიან დიდი ბოდიში და არავითარი ტრაფარენტი რაღაცა და ბატონ რეზო მიშველაძის ოჯახზეა რეზო მიშველაძესთან დავკაცდი უღრმესი მადლობა ბატონ რეზო გაიხარეთ და მადლობთ რომ გულში ჩამიშვით იმ ადამიანობით და მიფრთხილდებით აი როგორც ბეღურასავით და რო ავწიწინდები ხოლმე რაღაც აქეთ-იქით დამაფრთიანებთ და მეფერებით ამას გრძნობ მე და უღრმესი მადლობა სიყვარულის ღირსი კაცი ხარ უღრმესი მადლობა და მე მინდა ბატონ რეზო დღევანდელი დღის ამბავში მე და მინდა დავლოცო ის ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ გვერდში დამიდგნენ და ის პატივისცემა და ის ჩემი პატარა სურვილი გაითვალისწინეს მე მინდა დავლოცო ბატონი ელგუჯა რომელმაც გარკვეულწილად მიმასწავლა ორგანიზაციული კუთხით როგორ მე მინდა დავლოცო ჩვენი ვანო ჯაფარიძე დიდებული ოჯახის შვილი გარდა ამისა მინდა დავლოცო ციცინო წკიტიშვილი რომელიც ფილმში უნდა ვათამაშო ბატონ რეზო ჟირაფში თან მსახიობებსაც გაცნობთ ახლა უკვე ბატონი თემურ ბაკურაძე ჩვენი ქეთი დოლიძე რომელიც დიდ ასე ვთქვათ ჩვენამდე იყო თქვენი სტუდენტი იყო და რაღაცა და ჩემი მეგობარი არის ჩემი მკვდარი ძმა არის დღემდე ჩემი თემური მინდა დავლოცო თავის შვილიშვილთან ერთად წერა როგორც დავინახეთ სხვისი დანახვა შეიძლება მართლა თვალები დამბრმავებოდა მაგრამ რო დაგინახე გამიხარდა მესი ამოუნა თემო და ჩვენ ამ კაცობით ამ პატივისცემით უყურებთ ერთმანეთს და აფერում შენ კაცობას, შენს ადამიანობას. მე მინდა კიდევ დავლოცო, ჩემი ნინო უძილაური, კახელი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ. ხო, ყარეში ხო ცხოვრობ კაცო. დაგლოცავ შენი ოჯახით. შენი მოგზალება, თორე რა მოგზალება გახსოვთ, ითამამე გაქვს რაღაცა, გენათვალე თავ. გენათვალე სიკეთეს და გახარებას გისურვებ. შენ შვილებთან, შვილიშვილებთან და იმ შვილიშვილს აუცილებლად ჩავრთავთ ჩვენს იდეა, რომელიც იყო ოდესღაც. მე მინდა დავლოცო ნინო ჩემი ვალიკო და ჩემი ნინო მინდა დავლოცო ეს ბრწყინვალე ოჯახი. მე ნინოს გვერდებზე ვარ, არა ჩანვარ. სიკეთეს გახარებას გისურვებთ, ჩემო ვალიკო, ბედნიერება. გაიხარე ნიკა. გაიხარეთ, იცოცხლეთ. მადლობთ, ვინც ასე ვთქვათ, მოქმედებით სიტყვით პატივს მცემთ. და განსაკუთრებით მინდა დავლოცო ჩვენი მანანა გორგიშვილი მანანას თამადობით რეზო მიშველაძეს გაუმარჯოს და სხვათა შორის კე დაამთავრა სუფრა იყო
აბა კარგად ვიყავიყო. ბატონო რეზო, ფათაშორი. ჯუბარი გადამაცემინე. ბატონო რეზო, ფათაშორი, ჩემო მანანა. ახალი ბღარტი ვიყავი შემოსული და მანანა წამავლებს ხელ, წამობიჭო რესტორანში მივდივარ. არა, გადაღება და მეთქი არა სახში მივდივარ. ამადამა ჩვენ რესტორან ეხლა არ მოგეგრძელო და მალე გუჭებია. და დავლოცო. უსურო ბედნიერება დამდებოდეთ. გუშინდელი დაბადებული ხარ თქვენ ფერმერმა ჯერ არ შეიძლება. მუხში გამაგდები. დიდხანს სიცოცხლე კრიტიკულად სიყვარულით შეხედოს ამ ქვეყანას, შეხედოს იმ საქმეს, რასაც ემსახურება პირნათლად და გამარჯვებული და გახარებული ყოფილიყოს ეს ვებერთელა კაცი, რომელიც ჩვენ გვამშვენებს, ერს ამშვენებს და სულ ამშვენებს. კარგად გზავდებოდით ბატონო რეზო ყოველთვის დაბადების დღესეს და ისე ჩვეულებრივ დღესეც. ბატონო თემურ შემოგევლით წამში მოვალ ბედნიერების ხართ ეს კაცი ვარსებს და აი ამ ბედნიერების გასაზიარებლად ვართ მოსულები და თქვენ იმ ხელა ბედნიერებას ვანიჭებთ აი ამის მოკლება არ გვინდა და არა მარტო 86 წელი რა ვიცი მე მინდა რომ ხნედიყოთ ჯანმრთელად იყოთ თქვენი აი ეს ქართული სიტყვა თქვენ ხართ ქართული სიტყვის სადარებიზე და თქვენ ხართ აი ქართული სიტყვის არა მარტო მეხოთვე არამედ ჩვენამდე გადმომცემელი და მე ვისურვებდი რომ დიდხანს მე პირადად ნინოს დიდხანს მისულობ თქვენ ბევრი რამოს გასაკეთებელი და უთქვენოთ მე ასაკმად ვერა გთხოვდა მიხარეთ იდღეგრძელეთ და თქვენს შვილებთან შვილიშვილებთან ახლობლებთან ყველა კეთილის სრულთან ერთად დიდი მადლობა იცი რა იმას მატებთ და უთქვენოთ აი ეს ჩემი სამშობლოც გამდუნად ღარიბი ხდება ბატონო რეზო სანამ თქვენი სიტყვა ისმის ჩემს სამშობლოში მანამდე ჩემი სამშობლოც ბედნიერი ხდება და ნუ მოაპიროთ აი ამ ბედობა დღეს ვისურვოთ რომ ჩვენს ქვეყანას ეს ბედნიერება რასაც რეზო მიშველაძე ქვია მარადიულად არსებობს ის მინუს უფალმა ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემთ და მადლობა რომ არსებობთ საერთოდ ძალიან დიდი დავალება შენი სიტყვა ჩემთვის რეზო მიშველაძე დავწერა იმედია იურისპრუდენციაში უკვე გავს და სხვათა შორის მისი გაკეთებულია ყვარას სამართლებრივი ტრანსფერი, როიცოდო. ჩვენ გამოგვლიჯეთ, მან გამოგვლიჯა ქართული ფეხბურთის მაფია. ეს ნობელი ფაქტია. ეს უიჭიერესი ბიჭი. ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძალიან საოცარო ადამიანებო, ჩემო ქეთი. ჩემთვის აქ ყოფნა არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მისია დიდი ხნის წინ უნდა ამესრულებინო. ამ დარბაზში არაერთხელ ყოფილვარ და ერთ-ერთი პირველი გახსნის დროს მითამატია. აი სულ პირველი აი დიდებული მამათქველი რომ აი მახსოვს ხა, ოღონდ არ მახსოვს დაბადების დღე იყო თუ რა. მოდი გამოვიდეს ჩემს, იმიტომ რომ სამების მადლით, სამების სიყვარულით ბატონ რეზოს უნდა მოვიდა. პირველი ეს არის რომ სოფლიო ნოველისტი, კლასიკოსი, რუსთაველის საზოგადოების რუსთაველის პრემიის ლაურეატი და არაერთ ქვეყანაში მინახავს მისი კრებულები და მიამაყია და ეს ბევრჯერ მithქვს. არაერთ ქვეყანაში. მეორე უნიშნელოვანესი თემა არის ის, რომ ღვთაებრივი არსით ჩვენ ქართველებს შესისხობцебული გვაქვს გენეტიკური ნათესაური კავშირი 1.9-ზე. ზუსტად 9-ზე არის, იმიტომ რომ 9 ციკლის ბრუნვა გამორჩეულია სამყაროსთვის და მე აქ ჩემს ერეკლესთან და ჩემს შვილთან იმიტომ მოვედი, რომ ეს სიმბოლური თემაც აღვასრულო, იმიტომ რომ მე ავადგინე მრავალსაუკუნოვანი ჩვენი საგვარეულო ხალიბური ხმლის ჭედის პრინციპი და ძალიან ბევრს აქვს სიმბოლოდ ეს, მათ შორის თენგის აღჭვალძეს ვიტყვი, პატა აბრამიშვილს, ჩვენსას, მამამირას და ბევრს. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომელიც სიტყვა ვთქვი ერთი წლის წინ, გაიჭედა ბატონ რეზოსთვის და ეს მეორე უნიშნელოვანესი თემა. გადაღებაზე რომა. მესამე რაც თავარია სამშობლოსთვის, ხო? ბატონ რეზოს სამშობლოა
მე მახსოვს მისი შვილის თემა ხშირად მithქვამს ასევე რომ როდესაც ის სასამართლოს წინაშე წარსდგა და შვილის გამო იქ გასაჯერის სკამზე და ბატონმა რეზო თქვა არ დასაჯოთ. რანაირი ვთქვით ხო როგორი თემაა და ის კიდე სახთარო ჩამოუკიდეს ხუმბარები და მთელი ამბები და ესეთი შინაგანი სიყვარულის ადამიანი ანუ სამივე განზომილებოთ სამივე ღვთაებრივი არსით მე ვლოცავ მას ულოცავ დაბადების დღეს და მინდა რომ ეს სიმბოლო როგორც ძალიან მაღალი ჩემს მიერ გაკეთებული სქემებით არის ოქსების მიერ გაკეთებული და ეს არის მისი სანათესაო საგვარეულოს სიმბოლოსთვის და მინდა რომ ამ ფოლადივით ძლიერი და მტკიცე იყოს მინიმუმ 1.5 საუკუნე კიდევ და მერე ვნახოთ. ასე რომ მინდა რომ ეს სიმბოლო როგორც სამშობლოს, როგორც უფლის და როგორც დიდებული ადამიანის ინტელექტის თემის ბატონ რეზოსთან იყოს. დიდი სიყვარულით არის სპეციალურად თქვენთვის გაჭედილი. ულამაზესია. ძალიან ლამაზია და რაღაცა სიმბოლური რა თქმა უნდა აქვს ნამდვილად. დიდი მადლობა, ჩემო. მე მინახავს პაატასობა და ეთიოსებაშიც, მაგრამ ეს რაღაცა უფრო სხვანაირია. ახლა ეს გამორჩეულია ბატონ რეზოსთვის. არ ვამბობ ამას. ვამბობ მამაღლა. მე პატას გუშინაც ველაპარაკე ამის თაობაზე და ვაიმე, ჩემი ცოდვა, რამდენჯერ მithქვია ბატონ რეზოსთვის, ჩემი კისერი და ჩემი ხმალი მეთქი და რა გამიგეთები? ეს რა გამიგეთეთ, ემუ, რატო დამგუპე? ესე იგი, კისერი სულ ადგილზე იყო, ხმალი აკვდა, ხო? მოიცა ვერ გავიგე ხმალი რომ დომებოდა ბატონ რეზოს იმ ხელა ხალიჩაზე ისეთი კაი ხმალი უკიდია. ახალზეა საუბარი. კარგა ჭრის ვითო? ბაგრა. რაღაცნაირად სხვანაირი ხმალია. არა ნიკოლას რომ მაინც ველი კისერი აქვს. რა მნიშვნელობა? ეხლა ეს დემეტრიანი იყოს რომ რეზო გაისვაროს და თავი მოაჭრას მაგას რა. ვისაც უნდა ნიკოლას თავი. თემური ბატონო თქვენი სასმისი და თემური და მაგერძელო ჯერ ვალიკო შემამანელა ნინო მაგერძელა უკვე ნინო და ბატონო გადიმართოთ აი მართლა ნინო ისე ვამარება სულფიტო ჩემი გულისათვის ამბობს გადიმართოთ ბატონო და მინდა რომ მართლა ვიქნათ ჩემს და გაგვახსოვდა ყოველი თქვენი არსებობა გვახარებს. აი ძალობა და მზერძელობა. აი ეს ისტორიული ძლიერი. დაგლოცავთ მართლა ჩემთუში. არა ძლიერი დასავლეთზე. მამა, ამია, აიცა. ეს მამა შენი რო აყვანილია, მაგრამ მაინც შენი დაგვერდა. აბა გისმენთ? დაგლოცავთ დიდი სიყვარული, ძალიან ბედნიერი ვარო დღეს აქ ვარ. აი ძალიან ბედნიერი. ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღე არის. მოგილოცავთ დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლე საქართველოსთვის. გაიხარეთ. დაგლოცავთ ბატონო რეზო. კიდევ და კიდევ მრავალი წელი ერის მეგზურად ოჯახის ბურჯად და ჩვენ და საიმედოდ მრავალი წელი იყავდა. ბატონმა თემური მე ხმალი რომ მოგართვა, იმიტომ მოგართვა რომ დიდი არეულობაა საქართველოში და უფალ შევთხოვოთ რომ ხმალი არ დამჭირდებოდეს და ლოცვით გაგვეკაფოს გზა. იხარე და იბედნიერე. კარგად დადებოდა. მაგრამ მარტო ჩემს იმედზეც ვიქნები. აკაოდა ხმალი აქვსო. ცხენი ნიკოლას ხავს. კარებზე მიუხატუნა თურმე. ბედობის დღეს. კილო მე მაგდა, აბა ავშენებულ ვარ და გისმენთ? გისმენთ ასე რომ მე ცოტა გვიან შემო დიდი მადლობა გენაცავი. გიერთით სრულად მოვიდა. თანამი მოგიოცეთ, მაგრამ ამ სავსესასმისითაც მინდა ვისურვოთ ერთი ვისურვილები. მამა ჩემს და ბევრი რამს მენია თქვენზე. ძალიან სასიხარულო პირადად გაგიცანეთ და ერთადერთ რამეს ვისურვებთ. ამით რომ დაიძინებთ ეს ერთი წამი
რაც ბევრ რამეს ნიშნავს. სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და უკან გამო ცხოვრებას რო შეხედავთ, წინ გასავლელი ცხოვრება კიდევ უფრო მომახიანი და შემართებითი ყოფილიყოს რა და ვფიქრობ, რომ ბედნიერი კაცი ხართ. მხოლოდ იმის გამო, რომ ამდენ ადამიანს უყვარხართ და ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან თქვენი კვალი წამოშლელი იქნება და თქვენ გაგიმარჯვეთ, ამიტომ ღმერთი თქვენი ფარვლა. კაიხარ. ჭოჭყლეთ. კეთი საყვარელო. გაგიმარჯვეთ ბატონო რეზო. იცოცხლეთ, იხარეთ, გაგახაროთ მუხალმა, დაგვოცოთ დედაფთის მშობელმა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თქვენ ხართ ჩვენი პროფესორი. ჩემი თაობაზე გაქვს ძალიან დიდი ამაგი უნივერსიტეტის პირველი სხივის ხელმძღვანელი რომ გზანდებოდით და ესე იგი ფაქტობრივად 90-იანი წლებიდან სულ ესე იგი ყველას გულის ცემას უყურადებდა ბატონი რეზო. არის არა მხოლოდ დიდი კლასიკოსი და დიდი მსოფლიო დონის კლასიკოსი, თითოეული მისი ნოველა სუნთქავს, თითოეული ნოველა მოქნეული სტრიქონ ესენია რა ქვია სიტყვა, მოქნეული სიტყვა და არა მხოლოდ ესე იგი არა მხოლოდ სიტყვის მსახური ბრძანდებით, არამედ უერთგულესი ადამიანი და თქვენ ისე გაგიuliat ეს მთელი ცხოვრების გზა, რომ აი ამ ბეწვის ხიდზე არ ჩავარდნილხართ, იმიტომ რომ სულ სწორად საზღვრავდით როგორ და რანაირად უნდა ყოფილიყო ყველაფერი, ხო და რა ვიცი, მე ძალიან მიყვარს თქვენი ნოველები, ძალიან მიყვარს თქვენი სიტყვა და მიხარია რომ თქვენი თანამედროვე ვარ და თქვენი სტუდენტი ვარ. კაიხარ. დიდება უფალს და მართლა სიხარულით გამოვქანდი აქეთ ნიკალამ რომ დამირეკა. სიხარულით წამოვედი, ილოცავ დაბადების დღეს, სულ ჯანმრთელი ყოფილიყავით, ბედნიერი ყოფილიყავით და ჩვენი სამშობლოთი გვეხაროთ და თქვენი ოჯახით გეხაროთ ბატონო რეზო. თქვენ მოყვასი გიმრავლოთ ღმერთმა და სულ სიხარული მოგცეთ. კაიხარ. დიდი მადლობა. მოგილოცავ დაბადების დღეს. აქ ისეთი თბილი სიტყვები და ისეთი შინაარსიანი სიტყვები ითქვა უკვე თქვენს მიმართულებით რა დავამატო არ ვიცი, მაგრამ ერთ ჩემთან დავამატო ყოველთვის ძალიან მახარებს თქვენი საუბარი, როდესაც გამოდით, იმიტომ რომ თქვენ ისე ქართულად საუბრობთ, სხვები საუბრობენ ქართულად, მაგრამ ინტონაცია არ არის ქართული. თქვენ ქართულში მოდის ქართული სული. არც გული არ არის ქართული, შევების. არა და თქვენ საუბარში ეს ყველაფერი იგრძნობა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ვერთმა დიდხანს გასვსხოთ, რომ ეს ნამდვილი ქართული სიტყვა თავის შინაარსიანი წარსული დააწყვეტი და მომავალი საქართველოს ხას ესწრებს. აგრესორ ბატონო რეზო, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ აქ ეს საშუალება ბატონებმა თქვენს ეს რამეზია, მე არ ვიცი, მაგრამ მოდის მოგიხდით. ალოსული იყავით, დაიგოთ ბატონო რდანა, ჩემს მიუწვდომელი იყავით, სამი აგისვით მანდეს და ეხლაც მიუწვდომელი მზადებით თქვენი შემოქმედებით, თქვენი ადამიანური თვისებებით, რაც ჩემი შოურებისგან ვიცი, პიროვნული თვისებები რას იყო და თუ გახსოვთ ერთხელ ჩვენ მამამირანთან ამაღლების ეკლესიის სატრაპეზოზე იქ რაღაც სუფრა იყო ამაჩემიც იყო მაშინ ეს ერთად მოგვიწია მგზავრობა. აი სწორედ გონიკალა თითოეული თქვენი სიტყვა უნდა იწერებოდეს იმ ინტონაციას, იმ ხმას, მნიშვნელობა აქვს. თქვენი ხმალი არის თქვენი სიტყვა, თქვენ ხმალი არ ჭირდებათ რა. ფლით ის ვერაფერს გავხდეთ და თქვენი სიტყვით და ბადალი არ გყავდა თქვენი სიტყვით დიდხანს ბევრი ბრძოლა მოგეკონდა ბევრი თვის. შემოვანო, ისიც კონდეს და ისიც ორივე კონდეს. ეს შესაშინებლად. კალამი, სიტყვა, ხმალი, ყველაფერში დიდი ძალა არის. სიტყვა შეიძლება ფესკნერი გააღოს და პირიქით ისხება რა. პავლოს თქვენ სიტყვა დიდხანს შეიძლება კიდევ. აი ხა თქვენს სიმათ უნდა თქვა. სხვათა შორის ხმალი. ქართულად ბევრი საუბრობთ, მაგრამ ასე ვერ საუბრობთ. ვიბრაციაც ჰარმონიაც და ყველაფერს ბატონო რეზო. ნინო მადლობა. სხვა რა უნდა მენატრა ბედობის დღეს რომ თქვენთან ერთად სუფრაზე ვზარიყავი, როგორც ბევრმა თქვა მეც გამიმეორებ, რომ ბავშვობაში და სკოლის მოსწავლე ვიყავი, მარტო იმას თუ ვიოცნებდიო, რომ რუსთავაზე ლაღიძესთან რომ გავჩერდებოდი, იქნებ გამოიაროს ბატონო მარეზომ და ნახოთო და
ახლა კი ბედნიერი ვარ, შემიძლია ჭიქაც კი მოგიჭაფუნოთ და დაგლოცოთ. დიდი მადლობა. განცელობა მოგცეთ უფალმა და ნამდვილად ბედნიერი კაცი ხართ. თქვენ ხართ შვილის მამა, რომელიც სამშობლოსთვის შეწეული შვილის მამა ხარ და ამაზე მეტი ბედნიერება მე არც დედისთვის და არც მამისთვის არ მეგულება. რაც არ უნდა სამწუხარი იყოს, არის მეორე ბედნიერება და გისურვებთ, რომ დღეისამასიქით ნამდვილად თქვენ გულით მოგინდებათ და სხვისი წასაშველებელი ხელი არ გიღებათ, იმდენ ხანს გეცოცხლოთ. მადლობა, ბოდიში. გაიხარეთ. ალბათ ხივები ვართ, ნეტა ვინ ვართ ქართველები? ალბათ ხივები ვართ ნაზი გათენების, ფიფქები რო ვერ მინდავენ, ისე ცოტანი რო ჩვენ ქართველები, ყველა სპორტელება. მე. სულფასებო. აი ახლა ვიგრძენი რომ მადლობა ძალიან პატარა სიტყვა იმისათვის რომ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა, ახლანდელი განწყობა და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ყველა თქვენთაგანის მიმართ. მე ხელთ მჭერია ერეკლე მეფის ხმალი, რომელიც თელავში მუზეუმშია ნამდვილი ორიგინალი და ასლი თბილისის მუზეუმში გახდა. იცით, ალბათ 5 ჯერ ამაზე უფრო მძიმეა. და მე არც მეტი არც ნაკლები ეს პატარა კაცი როცა ერეკლეს ხმალი მეჭირა ხელში ფიქრობდი როგორ იქნებდა კაცო 75 წლის კაცი აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს სულ ამას გუშინ წინ როგორ იქნებდა ხმალს ეს საოცრად მჩატეა იმ ხმალთან შედარებით და მე რო ამოვწვადე მანდვეს მუზეუმის თანამშრომლებმა აი ასე აქეთ რო წავიღე ერეკლეს ხმალი უკან ვეღარ წამოვიღე როგორ იქნებდა რა ლომი იყო ხმალი აქ კარგად ითქვა რითაც მე დღეს ჩემა თემურ ბოქსაძემ წინვალე პოეტმა და დიდმა ქართველმა დამაჯილდოვა თქვენი სახელი თქვენთან ერთად მარტო ხმალი კი არ არის ეს საოცარი დავალებაა იცით სხვანაირს ხდის რატომ ამ ხმალთან არის დაკავშირებული მთელი ჩვენი უბედური ისტორია მთელი ჩვენი ტანჯული ცხოვრება დაწყებული ათაბაბას დროიდან მოაქჟამამდე ხმლის გარეშე ქართველ კაცს არ ეძინა და აი უკანასკნელი მოხიკანი მე რომ მიჭირავს ცოდვილ მანამ შენ ცოცხალი იქნებიო დიდი მადლობა ამ გამაგრებისთვის დიდი მადლობა ამ წელში გამართვისთვის დიდი მადლობა იმედის მოცემისთვის და იმისთვის რომ ეს სიმბოლო რომელიც საოცრად წარგავს თავისი ვადით ჯვარს რომელიც ხელში უჭირავს ერეკლეს თელავში მთავარ მოედანზე და რომელიც
ქართველი ერისთვის იმის მიმანიშნებელია ჩემო ქეთი, ჩემო ნინო, რომ ჩვენ არ გავთავდებით, ჩვენ ჩაძინების უფლება არ აგვაქვს, ჩვენ ჩამუხლის უფლება არ აგვაქვს. მე ბევრად უფროსი ვარ თქვენზე. მე ძალიან მძიმე დროშიც მიცხოვრია და ბევრი რამით ძალიან ლამაზ, რაინდულ, რომანტიკულ დროშიც. მაგრამ ერთი უბადრუკი კალმის კაცი ვარ და სულ სხვანაირი იყო მაშინ კალმის წრიპინი ჩვენს ხელში. ჩვენ მწერლები შეთქმულებით ცხოვრობდით. თქვენ ახლა ისე არ ცხოვრობთ. თქვენ თავისუფალი ხართ. რასაც გინდათ იმ კრებულს გამოსცემთ, აქეთ რო სურათს ბევრში გადაგიდეთ. იმას ჩაატარეთ, რასაც გინდათ იმას დაწერთ. ჩვენ ასე ჩუმად ხელის ცეცებით მივდიოდით ცისკარში, მივდიოდით წერათა კავშირში და ერთმანეთს უხში ველაპარაკებოდით. წაიკითხე მორიშის ლექსი, წაიკითხე შოტას ლექსი, წაიკითხე რეზო ინანიშვილის მოთხრობა. ღმერთმა ნუ დააბრუნოს ის დრო, როცა გაპარებას ვცდილობდით რაღაცა ფრაზის, რაღაცა აზრებისას და რომ ნახე ახლა ჩემი 25 ტომი ერთად დაწყობილი და ხანდახან როცა ძალიან მომწყინდება გადავშლი ხოლმე მე თვითონ შემეშინდება. დაიჯერებთ ამას. ეს რამ დამაწერინა, ეს როგორ გავიდა, ეს როგორ დაიბეჭდა. თორე ვიცით რა? გაბედული ბიჭები იყვნენ, ვაჟკაცები იყვნენ, ჩემი მეგობრები, მე ვენაცვალე მათ, ერთ ოთახში ბძინებია, ერთად ღამეები გვითენებია. ჯანსუღ ჩარკვიერმა დაწერა, ვინ ჩვენ ერთმანეთს ასე გავყარა, თავისუფლებას ვერ ეღირსება. ეს რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი? აგერ მტავლიტი, აგერ ჩეკა, აგერ ცეკა. და ჯანსუღმა რომ მიიტანა დასაბეჭდად გაზეთში, დაუძახეს, მოდი ჯანსუღ, მოდი. რას ქვია თავისუფლებას ვერ ეღირსება? რა ვიცითო? ხო, ჩემი აზრით ისა. ხო არ გეწყინება შენ რომ ასე ჩავწეროთ. ვინ ჩვენ ერთმანეთს ასე გავყარა? მწვენი ეხლა ამის თქმა. სათფოსთან შეყრას ვერ ეღირსება. რა ტკბილად არის რა? რას ქვია სათფოსთან შეყრას ვერ ეღირსება? თავისუფლებას ვერ ეღირსება. და იქაც სხვა სიტყვა ეწერა. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთახვედრი. შოთა ნიშნიანიძე, ჩემი ძმაკაცი, ეს ლომი პოეზიაში დაწერს, გული უსკდება დოღმისგან, რომ ასე ჩაძინებულია საქართველო. შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი, ყვირის შოთა ნიშნიანიძე. თან 1000 ჯილდო ტაში მოლბერტი, ვინც სიკვდილს თავი არ მოარიდა, კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მან მომავლიდან? აჰა, თავლიტი ეტყვის შოთას. რას ქვია შეიბ მახვილი, სოციალიზმის შენებლობა, ესა და შოთა ნიშნიანიძე, ჩემი ძმაკაცი, ამ ლექსს ბოლოში მიაწერს. შეიბ მახვილი, ოღონდ
წიგნი და კალამია შენი מחვილი. ასე რამ დაგატყუო ჩემო შოთა მეუთხარი. ეს რას ქვია კაცი რა ვქნა ბიჭო სხვანაირად წიგნს არ დაბეშტავდა. აი ასეთ დროს მიცხოვრია მე თქვენს მეგობარს რეზო მიშველაძეს. ღმერთმა დამიფაროს თავის ქებისგან. მე ვინ ოხერი ვარ. მაგრამ 86 წლის მოვიყარე და რო გადავხედავ ჩემი ცხოვრების გავლილ გზას არ მსხვენია ძვირფასები. მე დღეს აი ამ პატარა ზეიმზე, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ და თქვენ მომიწყვეთ და ნიკალამიცის რამდენი გეხვეწეთ. 10-11 კაცზე მეტი ნუ იქნება. თორე ავდგები და წავალ ნიკალამეთკი. აი ეს მინდოდა. თქვენ მინდოდა რომ მოგესმინათ ჩემი არ ვიცი აღსარებაა ეს თუ ანდერძია თუ რა არის. კმილი მოფერება. მე ვინო ხერი ვარ რომ ჩემი თავი მისაბაძად დაგისახოთ თქვენ ამ შვენიერ პოეტებს, ლამაზ ახალგაზრდებს, გაბედულ ახალგაზრდებს, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ. რეზო მიშველაძის არც ერთი წიგნის 86 წიგნის ავტორი ვარ და 97 გუშინ მომიტანა დაბადების დღეზე აი ამ ლამაზმა ქალმა მანანა გორგიშვილმა ჩაუფიქრებიათ მანანას და ჩემ ცოლს და ჩემი წიგნებიდან ამოუკრებიათ ცხოველებზე და ფრინველებზე დაწერილი ნოველები. ტოლსტოი ამბობს, ყველა მწერლის ვარგისობა იმით იზომება, რამდენად უყვარს მას ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. ხედავთ, ტოლსტოი ამბობს, მე არც მიფიქრია ტოლსტოის ამ ლამაზ ნატყობზე, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემმა მეგობრებმა იციან, ვიყავი არ ვიცი გამომსარჩლებელი, მოყვარული, მე დამიჩოქნია ერთგული ზაღლის წინაშე. მე ახლაც დილის 7 საათზე რო ვიღვიძებ ფანჯარასთან ოთახში ვერ შემომყავს, ლოგინში ვერ ვიწვევ, მაგრამ ფანჯარასთან ზის ჩემი ფისო. გავიღვიძებ, გავახელ თვალს 7 საათზე თუ არა, ვენაცვალე მის ღვთაებრივ მოთმინებას. 1 საათი, 2 საათი, არსად ფისოს არ ეჩქარება. დგები ფოსლებში ფეხს წავყო, გარეთ ყინავს, გავუტან და საჭმელს დავუყრი. ეს რატომ თქვი ახლა? თუ სიყვარული არ აგაქვს, თუ სიყვარული არ აგაქვს და თუ ისიც არ გეცოდება, რომელიც შენი ყრუმუნჯი ნათესავია, შენ ადამიანად არ ვარგიხარ და მით უმეტეს მწერლად, ჩემო ძვირფასებო, შენი სამშობლო კი არ უნდა გეცოდებოდეს, შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს, შენი სამშობლოსი უნდა გეშინოდეს და ყოველთვის უნდა ფიქრობდეს. შენ ეი, პატარა კაცო, რომელმაც გაბედე და გალაქტიონის მერე, გამსახურდიას მერე, შოთა რუსთაველის მერე კალამს მოკიდე ხელი, წოდე ამ კალმის წინაშე. არიკადრო უკადრებელი და საქართველოს მტრებს რამდენადაც შეგიძლია სამაგიერო გადაუხადე. მე რო ეს ხმალი არ მჭეროდა ხელში, ჩემო თემო, ამდენს ვერ ვილაპარაკებდი. შენ 86 წლის რეზო მიშველაძე გამამაგრე მე დღეს ამ ხმლით. დიდი მადლობა შენ და დიდი მადლობა თქვენ ყველას.
არის ასრულ და ოცნება. და მეკავე. მოგონდა არ მოიყო გარდაშელა. ეს ასეთი ლამაზი. შეიძლება თქვენ დღეს შეიძლება კი რა ფაქტობრივი არის რომ ხმალი გაჩუქეთ, მაგრამ ვინ იცის რა შეიძლება რასაც უქარი შეიძლება მოუწიოს პატარა ანდრეას. ყავს ანდრეა? კი, ანდრეა. გარიჭირი. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. მე ერთს ამბობ ანდრეასთან ერთად დილს გაჩნდა 2025 წელს. და დღემდე ამ საათამდე ახლა შეიძლება შვილიშვილები ჩემი მანანა შვილიშვილი მეც ამ ყავს პატარა შენი პატარა კიდევ ვის გაუჩნდა პატარა თუმცა აგარა თემა მოშეყვანა ისიც პატარა მორაგბეს სამი ქალი და 4 ვაჟიშვილი და დავლოცოთ მორაგბეს ჩვენი ქვეყნის იმედი ეს პატარა არმია რომელმაც დიდი საქმეები უნდა გააკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის და სოფლიოში იყვნენ პირველები თუ თქვენი ნოველები განთქმული არის სოფლიოში და იტაკვება ყველა ენაზე რა თქმა უნდა მოხდეს ასეთ რაღაცა კავშირობა განსაკუთრება და განძლიერება ვერთო დაგვილოცე ეს პატარა ადამიანები რომლის იმედით ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში აბა გთხოვთ სულ ყველასთან ვარ ალავერდი ქალი კაცი არის ეს იქნება ბატონელის სტუმრიდან ჩვენს გვერდზე იქნება უფლის წყალობით მე უბრალოდ ასე ვიტყვი რა ხან პატარების ადგილი ძელოა ამ წელში 2026 წელში იმ პირველი მეყრული სადღეგრძელო იყოს მე არ ვიცი ჯერჯერობით გოგო იყო თუ ბიჭი რომელიც მოევლინა საქართველოს და მისი ფეხი ბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი შვილებისთვის ჩვენი შვილიშვილებისათვის და მთელი საქართველოსთვის მისი დამატებით ყველა პატარა და ლოცოს უფალმა. ამენ, ამენ, ამენ. ანდრეას გაუმარჯოს. ანდრეას სამადობით გაუმარჯოს. ანდრეას არავის ანდრეას გაუმარჯოს. 2025 წელს დაიბადა. დაიბადა პირველში. აი ჩვენს წრეში 2025 წელს დაბადების ვაჟკაცებს მე ქეთევანი დაიბადა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ის დაიბადება. საქართველოში ეს ხო ანდრეას გაუმარჯოს მაგარისად. რამდენიმე ბავშვი გაჩნდებოდა საქართველოში. აი მათი სადღეგრძელოცა. ყველაფერი ინდივიდუალურად. არაფერი გასაკვირია აგრაგიშვილი საუბარი საჭმელი მოხანარი კი ავატო
წლის და წეგან ამას მამოდი ბატონო როზე 86 წელი გაიარეთ და ამ გადასახედიდან აი მაგას ვამბობ ზუსტად რომ თქვენი ცხოვრება იმდენად საინტერესოა ჩვენთვისაც რომ ჩვენ დღეს ზუსტად მაგის გამო ვართ მოსულები რომ ეს გავიზიაროთ და ერთი კითხვა გამიჩნდა და მიუხედავად იმისა რომ ასეთი კლასიკოსი მწერალი ხართ და ამდენი ქვეყნის მაჯისრემაზე გიდევთ პულსზე გიდევთ ხელი და მიუხედავად იმისა რომ მთელი ქვეყანა თქვენ პატივსცემთ გაღიარებთ და იქამდე ნობელის პრემიაზეც იყავით წარდგენილი. ანუ მაგ გადასახედიდან ფაქტიურად ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებდა რომ იცი რა მე რომ ვიარე ამ ნაბიჯებით და მოვედი აქამდე მე მაინტერესებს რეზო მიშველაძე რას ფიქრობს რომელიმე ასაკში გინდათ თუ არა დაბრუნება და შეცვლიდით თუ არა თქვენი ცხოვრებისეულ ნაბიჯებს და თუ არა და რატო არა და თუ შეცვლიდით რატო შეცვლიდით ყველაფერი ჩაწერა წერალი ერთი პიროვნება ერთი მონოლითური კაცია მე არ მჯერა იმ ლიტერატურების რომლის შემოქმედებაშიც უამრავი როგორც კრიტიკოსებს უყვართ ხოლმე თქმა კრიტიკოსები უმეტეს შემთხვევაში მეტი ჩარა ხალხია თავის თავზე იღებენ იმაზე მეც რაც თვითონ არ იციან და გალაქტიონს სული ქონდა გამწარებული აი 20-იან წლებში გალაქტიონი იყო მოდერნისტი მერე 30-იან წლებში იყო სიმბოლისტი მერე იყო კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი მერე იყო სოციალისტური რეალიზმის წარმომადგენელი და აი ასე აწიწილაკებდნენ გალაქტიონის პოეზიას და გალაქტიონს ამაზე თვითონ ირონიულად აქვს დაწერილი არის მკითხველი მშვენიერი წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი ის ფურცლავს ხედავს ადარებს ჩიჩქნის მაგრამ ვინ არის აქ გამკითხველი და გალაქტიონი გამკითხველი ვინ არისო ამაზე წუხდა რადგანაც მას არ მიაჩნდა სწორად კრიტიკოსების მიერ დაწიწილაკებული მისი პოეზია ავანგარდისტად, მოდერნისტად, სიმბოლისტად და ასე შემდეგ. იცოდეთ ერთი რამ მე ჩემი გადასახებიდან შეიძლება ცდებოდე მაგრამ არასდროს არ მქონია ისეთი დღეები და წლები რომ ჩემ თავში დამენახა რომელიმე ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი ან მეფიქრა რა კარგად წერს კაცო ეს ედგარ პო რა კარგად წერს დოსტოევსკი ან რა მშვენიერია ავანგარდისტული ლექსები არა და არა ყოველთვის წერდი იმას რაც მე მაწუხებდა და ახლაც მეუბნები ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს და თანამოკალმეებს თუ შეგიძლია არ დაწერო ნუ დაწერ თავს ძალას ნუ დაატან არიქა რაღაცა 3 დღეა უკვე არ გამოვჩენილი ვარ Facebook-ზე და მოდი ახლა შუშხავ დღეს ერთ ლექსო როგორც აკეთებს ჩემი ზოგიერთი ნაცნობი კაცო ვერ დამისვია ხელი Facebook-ისთვის რომ არ გამოჩნდეს მისი ლექსი არ იღვიძებს დილას Facebook-ის მკითხველი და არ იძახის
ვაიმე სადა ეს ჩემი საყვარელი ხო ნუ თუ დღეს არ დაწერა ამან არაფერიო არა რაც იშვიათად გამოჩნდები შეიძლება უკეთესი იყოს ახლა რაც შეეხება პირდაპირ შენს პასუხს მე დღეს იმ ეპოქაში ვცხოვრობ რეზომიშველაძე რომ ვერავინ ვერ გამიბედავს ვერც კრიტიკოსი და ვერც მთავრობა რომ რეზო კაცო ეს რა დაგიწერია ან რეზო კაცო ნამეტანს ნუ იზამ ნამეტანს ნუ თუ თქვენ არ კითხულობთ წერლის გაზეთს მაგრამ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მანანა ფაქტიური რედაქტორი ამ გაზეთის და ყველა პირველ გვერდზე ჩემი ახალი ნოველაა და მეუბნები სოსოსაც მანანასაც არ მოაქვს არავის კაცო არ მოაქვს ასე სულ ჩემი ნოველები ბეჭდო არა და ცარიელი გვაქვს უჯრა იმიტომ რომ უნიჭობებს ჩვენ თვითონ არ ვეშტავთ და ნიჭიერი ნოველა არ მოდის და არა და თქვენ თუ გახსოვთ ამ ბოლო დროს დაწერე კიდევ ერთი ორონტრიალი ქვია ნოველას აი ასე თავისუფლად ვაჟროვნებ მე 86 წლის რეზომიშველაძე და დღესაც წერ კალამი ხელიდან არ გამიგდია მაგრამ მიუხედავად ამ შემოქმედებითი თავისუფლებისა მე მივსტირი 60-70-იან წლებს ჩვენი ცხოვრებისას საბჭოთა პერიოდი იყო ესაა ჩემო ძვირფასებო ყველაფერს ვახერხებდი ყველაფრის გაპარებას ვახერხებდი და თვით ცენზორი ატარა კონტროლი იჯდა ჩემში რეზო ხელი არ წაგიცდეს დაუკრეფავში არ გადახვიდე და როცა შენ თავს კონტროლს უწევ როცა შენში პატარა ცენზორი ზის და როდესაც შენ იცი რისთვის რა უნდა გააკეთო ის კი არა რომ ახლა რასაც მინდა იმას წერ როგორც მინდა ისე შეუბერავ არამედ შენ სანგარში ზიხარ წერალი აი ასეთები ვიყავით ყველა მორის პოცხიშვილი შოთა ნიშნიანიძე აი თითქოს და ერთი შეხედვით გალაღებული ჯანსუღ ჩარკვიანი სულ ცეკას წევრი იყო სულ ეს იყო სულ დაფასებული იყო სულ მთავრობაში იყო მაგრამ ჯანსუღ ჩარკვიანსაც საოცარი თვითკონტროლის უნარი ჰქონდა მე ვიცი ძმაო რაღაცა გიჭირს რაღაც გაწუხებს რაღაც გადარდებს ჭაობისფერი გამხდარი იჭვი როგორც მტკნარება ისე გადამდე მე ვიცი ძმაო რაღაცა გიჭირს რაღაც გაწუხებს რაღაც გადარდებს არის ეს ესე იგი ცეკას წევრის დაწერილი და სოციალისტური რეალიზმით გალაღებული კაცის დაწერილი არა ნამდვილი შემოქმედი ყოველთვის ნამდვილი შემოქმედად რჩება ამიტომ იქნებ არა უნაპირო თავისუფლებას არა იმას რომ მე რასაც მინდა დავჯღაბნი და გამოვდებ ხვალ Facebook-ზე შენს გულის გასახედკად სინამდვილეში ამით შენ სახელს იფუჭებ და აი ჩემი დამოკიდებულება რომ სად დასახლდებოდი რეზომიშველაძე შენ 86 წლის კაცი ახლა მე ვიტყოდი შევნატრი იმ ლიტერატურულ და ბევრი რამით რა თქმა უნდა საკრიტიკებელი იყო დროს როცა ჩვენში ყველა შეიჯდა პატარა კრიტიკოსი პატარა ცენზორი ეს არის ჩემი პასუხი ახლა არის 2059 წელი ხო მე 86-ის ვარ როგორც უშინი ლაპარაკეთ თქვენ 103 წლის
აი ამ გადასახედიდან 103 წლის ძველი შენი ხო 103 წლის რეზო მიშველაძე რას ეთქვის სამშობლოს და ქართველ ერს ჩემო თემო შავი გუნდო დამისვენე მე სამწუხაროდ ვერაფერ ახალს ვერ ეთქვის რეზო მიშველაძე თავის ერს და თავის სამშობლოს ილია ჭავჭავაძე როცა რა გითხრათ და რით გაგახარათო მეც აგერა ეს განწყობა მაქვს და აი რაში მდგომარეობს ეს განწყობა არი ვფიქრობთ რომ ჩვენ ძალიან შორს წავედით ილია ჭავჭავაძის ეპოქიდან სულ ყველაფერი ტყუილი იყო თითქოს და ჩვენ შევძელით დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩვენი საზღვრები ჩვენი ენა ჩვენი სარწმუნოება ჩვენი მამული ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა მე მთელი პასუხისგებლობით მოგახსენებ ერთი კაცი რეზო მიშველაძე არ იფიქროს არავინ რომ ჩვენ გაღმა აღთქმულ ნაპირს მოახლოვდებით იგივე პრობლემები დგას ქართველი ერის წინაშე რაც ილია ჭავჭავაძის დროს იდგა ისევ გვართმევენ ენას ისევ გვართმევენ ტერიტორიებს და ილია ჭავჭავაძის დროს არ იყო ამდენი ტერიტორია წართმეული ახლა როა და თქვენ წარმოიდგინეთ ყველა ხელისუფლება აცხადებდა და აცხადებს აი მე ვარ მოსული მესია მე გადავარჩენ საქართველოსო მაგრამ სამწუხაროდ თავრობები მიდიან და მოდიან და ზოგს ციხეში სვამენ ხოლო ურემი ჩვენი თავისუფლებისა ურემი ჩვენი დამოუკიდებლობისა ურემი ჩვენი ენის და ტერიტორიის დაცვისა ეხლაც შენ მიუტანელია ან უფრო სავალალო მდგომარეობაშია ვიდრე იყო გადაბრუნებულია იგი და როდის შეძლებს და რომელი თაობა შეცვლებს ამურმის ამოყვანას ჭაობიდან ღმერთმა იცის ამიტომ მე მიმაჩნია ჩემო საყვარელო თემურ რომ ჩვენ ვალში ვართ ვაჟას წინაშე ვალში ვართ ილიას წინაშე ვალში ვართ აკაკი წერეთლის და ნიკოლოზ ბარათაშვილის წინაშე და ღმერთმა იცის შევძლებთ თუ არა ჩვენ ღირსეულ წინაპრებად ვექცეთ ჩვენს მომავალ თაობებს აი ეს არის ჩემი აზრი თავს თუ დავიმშვიდებთ არავით არის თვით დამშვიდების საფუძველი ჩვენ არ აგვაქვს ჯოჭლეხარეთ მადლობა სტუდენტი და ეს ის პერიოდი იყო როდესაც ჩვენ გავიგეთ ზუსტად გამსახურდიას არსებობა როდესაც ხშირად შემიტანია მე თვითონ პირადად ჟურნალი ხელნაწერი ზვიადის მიერ გამოცემული ტანსაცმელში მალავდით რომ შეიძლება გავერიცხეთ უნივერსიტეტიდან ეს პერიოდი იყო და იცით ხშირად ჩვენი ლექტორები როდესაც კითხვას ვსვავდით გვიშლიდნენ ამაზე ფიქრსაც კი და კარებისკენ იყურებოდნენ პოეზიის დღეები პოეზიის ეს ტარდებოდა წრეზე რომ დავდიოდით კარელ კვანჩელაშვილი იყო ხელმძღვანელი მაგ დროს და მახსოვს 14 აპრილი ახლოვდებოდა და ძალიან ჩვენს სტუდენტობაში იყო ეს ძალიან ისეთი თემა მნიშვნელოვანი სულ ამაზე გვინდოდა გვესაუბრა მაგრამ ვინ არ გვასაუბრებდნენ და შიშით უყურებდნენ კარებს რომ ეს არ გახმაურებულიყო და მე მახსოვს 14 აპრილის მეორე დღე ჩაიარა ამ დღემ და თქვენი ლექცია. ეს ჩემთვის დღემდე მახსოვს როგორ ჩავიტარეთ ლექცია და როგორ აგვიხსენით სიტუაცია. არც კარებისკენ გაგიხედავთ, არც ჩვენთვის დაგიშლიათ ზედმეტი კითხვის დასმა
ეს იყო ჩემთვის ერთადერთი შემთხვევა სტუდენტობიდან მოყოლებული. შემდეგ გავიარეთ პერიოდი და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად მუშაობთ და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო. წარმოვიდგენდი მაგას? ვერაფერ წარმოვიდგენდი, რა თქმა უნდა. და ეს მომენტი სულ მახსოვს 14 აპრილის შემდგომი პირველივე თქვენი ლექცია და ის თქვენი განმარტება როგორ აღიხსენით რა ხდებოდა და ჩემი კითხვა რა შეგვეშალა, სად შეგვეშალა, იმიტომ რომ აშკარად მე ისე აეწყო ყველაფერი, როდესაც მე მუშაობდი წიგნზე, იცით თქვენთან თამარ ვაშაძის წიგნზე, ჩემთვის ვამბობდი, მერტო ეს აქამდე რატო არ ვიცოდი. მაშინ მე ხო აქტიური ჟურნალისტი ვიყავი, ტელევიზიაში მუშაობდი, მაგრამ ისეთი ფაქტები აღმოჩნდა თვითონ რატო თუმცა მე ვემხრობი მასწავლიდნენ, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ნებისმიერი თემა ორი წყაროს მიერ მაინც გადაამოწმოს და გადაუმოწმებელი არაფრით არ შეიძლება რომ დაბეჭდო ან ეთერში გავუშვა. და გაუცებული ვიყავი. რატომ აქამდე ეს არ ვიცოდი, ამდენად საინტერესო იყო და თქვენი აზრი მაინტერესებს. მაინც რა შეგვეშალა, სად შეგვეშალა? ის შემოძვიფასო, მანანა. შენ სამ შვენიერ კითხვას პასუხიც უკვე თითქმის გაეცი. მაგრამ რაგი ჩემს მიერ ნათქვამის დადასტურება გჭირდება, მე გეტყვი ასე ორიოდე სიტყვით. ორმოცდაათიანი წლების დასასრული, 60-იანი წლების დასაწყისია, თქვენ ხართ 70-იანი წლების სტუდენტები. ზვიად გამსახურდია იყო ჩემი კურსელი. მე ხვდა წილად რომ დამეწერა ნოველა ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი ღამე და ეს იყო ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ. და მე მაშინ იმ ნოველაში არც მეტი არც ნაკლები არ მოვერიდე მიმენიშნებინა რომ ზვიად გამსახურდია თავისი სიკვდილით არ მომკვდარა. ახლა დაწერილი მაქვს წიგნი, რომელსაც ქვია 25 მრისხანე წელი და იქ პუნქტებად მაქვს ზვიად გამსახურდიას ცხოვრების დღეები. ანუ ის რევოლუციური ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობდით, რომელშიც თქვენი სტუდენტობა მიდიოდა. თქვენ ძალიან გაბედული სტუდენტები იყავით და ძალიან ნიჭიერი. აი რაშია საქმე. სამწუხაროდ მე რამდენიმე ადგილას მაქვს დაწერილი. ზვიად გამსახურდია სოლომონ ბრძენის რომ ყოფილიყო, მას მაინც დაამხობდნენ. და რაშია საქმე? საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთმა საქართველოს არაპატია თავისუფლების ნიავისთვის სახის მიშვერა. ზვიად გამსახურდია პირველი მერცხალი იყო საქართველოს თავისუფლებისა. ანუ საქართველომ რო დაკარგა დამოუკიდებლობა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს 18-21 წლის შემდეგ გავიდა ბევრი წელი 70-ზე მეტი და ზვიად გამსახურდია მოიტანა თავისი დრო, მაგრამ სამწუხაროდ ეს დრო მან ბოლომდე ვერ ატარა. ეს ტვირთი მან ბოლომდე ვერ ატარა, იმიტომ რომ დაემიზნა ზვიად გამსახურდიას მთელი იმპერია რუსეთის და მთელი დასავლეთი.
ეს მეტი ჩარა დასავლეთი ახლა რომ დემოკრატიის და თავისუფლების შუქურად მოაქვს თავი არანაკლები დესპოტი იყო მაშინაც და დღესაც ასეა და ზვიად გამსახურდიას უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო არც ერთი თქვენთან პირველად ვამბობ ხელისუფალი ზვიად გამსახურდიას შემდეგ მოსული არ იყო ისე მომართული ვაჟკაცურად ეროვნულად თავგანწირვით საქართველოს შველისათვის როგორიც იყო ჩემი მეგობარი ზვიად გამსახურდია რა თქმა უნდა ის ფიორდები ის მოსახვევები ძალიან რთული იყო და ზვიადს გამოცდილება ქვეყნის მართლისა არ ქონდა მაგრამ მას ქონდა აი ხელში ეჭირა მისი მფეთქავი გული და თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცის სული ამიტომ ქართველმა ერმა ზვიად გამსახურდია არ უნდა დაივიწყოს ზვიად გამსახურდია სიმბოლოდ უნდა დარჩეს საქართველოს თავისუფლებისა ზვიად გამსახურდიას დროს ჩვენ ეხლაც ვერ მივაღწიეთ ვერავითარ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიამ თავისი დრო თან წაიღო და იქნებ აი ამ მომავალმა თაობამ ახალგაზრდებმა ვინც არსებობენ და ჩვენს ყვალზე მოვლენ ის დრო დააბრუნონ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს დრო ახლა საქართველოში კონიუნქტურის დროა არ დაიჯეროთ თქვენ რომ ვინმე თავს დადებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ცოცხლეთი აი რამდენჯერ ყარებიათ ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულით? რამდენჯერ? ნამდვილი სიყვარულით ვარ ხაშურში შეხვედრაზე. ერთი ქალი ადგა ერკვირსფერტფიანი ლამაზი ქალი და გვეკითხება პატივცემულო მწერლებო რამდენჯერ შეიძლება ცხოვრებაში შეუყვარდეს ქალსა მამაკაცი? მოტია მე ვუთხარი უფროსი კაცი ხარ და იქნებ შენ უპასუხო მე ვუთხარი მოტია ადგა ეს სვანური ქუდი ახურავს და გრძელი ამხელა მუშტუკი უკავია და სიყვარული ახლა რა ვიცი ბაშო მე სიყვარული სახადი კი არა მაგი კი არ მეგემართება სიყვარული შეიძლება ერთხელ მევიდეს და შეიძლება სულ არ მევიდეს თუ მევიდა მაგი გარბენიებს წინ და უკან თუ არა და მაგასაც ქეგეიგებ იქნები შენთვის აგერ მიშველაძე პროფესორია და მაგამთხვა საბა რამდენჯერ შეიძლება სიყვარული მევიდეს ცხოვრებაში არ მოაგდო ეს ქალი ჩემზე კაცო დგას ეს მშვენიერი ქალი ფერფლისფერტმიანი ასეთაზე ნუ ქალბატონო მე ვუთხარი ახლა ამის რეცეპტს ვერავინ ვერ გამოწერს სიყვარული შეიძლება ერთხელ მოვიდეს და ძველი კლასიკური ლიტერატურა ამბობდა რომ ერთჯერადია სიყვარული მაგრამ ეხლა მე ვუთხარი შეიძლება უკვე ამბობს ფილოსოფია რომ რამდენჯერმე შეიძლება მოვიდეს მაინც რამდენჯერ ეს ქალი ბიჭო რა ვქნა ეხლა რა უპასუხო ნუ ქალბატონო ახლა თუ რიცხვი გაინტერესებთ 15ჯერ შეიძლება ცხოვრებაში ეწიოს ქალს სიყვარული მეთქი და 20-ია წამოხდა 15 ხო ასე ვიცოდი მეც მე 16 უკვე ბოზობაა ქალბატონო 15 არა ხო ასე ვიცოდი ახლა მამაკაცები და ჩემი თავი არასდროს ჩამithვლია მათ შორის რომ დროებითი სიყვარული პლიაჟის სიყვარული საკათა მატარებელში ხო სიარული მოსკოვის ვაგონში რომ ხალი შეხვდება შემთხვევით არა სიყვარული ყოველთვის ნამდვილი უნდა იყოს მე არა ვარ ახლა იმ
მამაკაცთა შორის სამაგალითო მამაკაცთა შორის სასათვლელი, რომლებიც ფიცში ჩაიყოლებენ, რომ არავითარ შემთხვევაში მე სიზმარშიც კი არ მეღალატია. მაგრამ ერთი შემიძლია ხაზზე დავიფიცო. მე ყოველთვის ერთგული ვიყავი შინაგანად ჩემი მეუღლის და ჩემი ოჯახისა და ასეთი ვარ ახლაც და ისე რაღაცა პატარ-პატარა შეცოდებები ყველას გვაქვს. შეცდომები. გაიხარეთ ბატონო რეზო, გაიხარეთ. დიდი მადლობა. აბა დავშავი მე. ერთი კონვენციურსა და ვერლივსზე თქვენი აზრი გვაინტერესებს. ესე იგი, კაცო, ეს ამხელა იურისტი, სულ კონვენციაზე მაქვს. twin ახლა ლიტერატურაშიც კონვენცია დამიწყეთ თუ რა. აი, ერთი საყვარელი. ვერლიბრი ჩემს დროს შემოვიდა ისე რომ დამკვიდრდა ლიტერატურაში. შემოიტანეს იგი ლიასტურუამ და ჯარჯი ფხოველმა. ჯარჯი ფხოველი ჩემზე უკან იყო ერთი წლით უნივერსიტეტში ერთად სწავლობდით და ლიასტურუა ჩემზე 2 წლით უფროსია და 2 წლით წინ იყო. ახალი ხილი იყო ვერლიბრი. იცით თქვენ რომ 3 ფორმა არსებობს ლექსისა. ერთი არის რითმიანი, ანუ კონვენციური, კანონიკური ლექსი, როგორცაც წერდა ყველა გალაქტიური ესენზე. მეორე არის თეთრი ლექსი, როცა ლექსში ზომა, მაგრამ რითმა არ არის. და მესამე არის ვერლიბრი, სადაც არც ზომა ერთი და იგივე, არც რითმა, არც რითმია და არაფერი არ არის. ახლა ტრადიცია ქართული ლექსისა. შემოქმედი. ეს ტრადიცია შავთელი ჩახრუხაძე და შოთა რუსთაველი. აბა წარმოიდგინეთ თქვენ შოთა რუსთაველმა ისეთი მონეტა მოჭრა და ისეთი ბეჭედი დაარტყა ქართულ ლექსს, რომ ვერ გაჭაჭანდებოდა მის დროს ვერავითარი თეთრი ლექსი და ვერავითარი ვერლიბრი. მერე ლიტერატურმა მოდამ შემოიტანა ეს და თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკული და ინგლისური პოეზიის 80% იმ დროის პოეზიისა არის თეთრი ლექსი და არის ვერლიბრი. საქართველოში ეს არ დამკვიდრდა. აი თქვენ ხო კარგი პოეტები ხართ, ნიჭიერი, უამრავი წიგნის ავტორი. მითხარით ლიასტურუას ერთი ლექსის სათაური. მითხარით რომ აი თქვენმა მეგობარმა, თქვენმა ნაცნობმა გითხრათ, აი რა კარგი ლექსი აქვს ლიასტურუას. არ არსებობს, ვერ იტყვით. ჯარჯი ფხოველი შავში გაზრდილი კაცია. ნახევრად ხელსუგი, ნახევრად ჩავერი, ძალიან ნიჭიერი. მაგრამ იმ ტრადიციის გამო, უпростоრად არატრადიციულობის გამო, ჯარჯი ფხოველის ლექსი არავინ არ დაიზებირა. მე მაგალითად ლიტერატურის პროფესორი ვარ და რო უკითხავდი ამათ ლექციებს, მე ვეუბნებოდი რამდენჯერმე ზოგიერთ ლექსს. მაგალითად ვერსიკ ხარანაულის ვერლიბს წერდა და ეხლაც ვერლიბს წერს. მაგრამ მისი უკეთესი ლექსები რითმიანი ლექსებია. ვერსიკი რას წერს ეს ლექსი? მე არც თქვენზე ლამაზი ვარ, არც თქვენზე მდიდარი ვარ, არც თქვენზე უკეთესი ცოლი მყავს, მაგრამ მე პოეტი ვარ. ესე იგი ერთი
ცრემლით მეტი ვარ თქვენზე. აი, ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე. აი ამ სტრიქონმა პოეზიად აქცია ეს ლექსი. ახლა გეტყვი აგერ მეორეს. სასწაული რამ არ მომხდარა გურამ პეტრიაშვილის წერს. ხმა დაკარგა კანარის ჩიტმა. გალიაში იჯდა, იყიდებოდა ჩიტი და უესრად ხმა დაკარგა, ჭიკჭიკი შეწყვიტა. არც მერე მომხდარა საოცარი რამ. უბრალოდ ნოქარმა ხელი გადაწია, ჩამოხსნა ფირნიში და ფასი 10 ლარი 3 ლარად გადააკეთა. ესე იგი, ფასი დაკარგა ჩიტმა, უკვე ჭიკჭიკი დაამთავრა, ჩამოწერეს ხელად. ამაშიც პოეზიაა. მაგრამ ეს არის რეზო მიშველაძის გაფაციცებული ძებნა თავისი მეგობარი პოეტების თავისუფალ და თეთრ ლექსებში. მაგრამ იცოდეთ, ლექსი, რასაც ქვია, არის ტრადიციულად რითმიანი ქართული ლექსი. სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ აგერა გალაქტიონის მერანის ფლოქვების ხმა ყურთან მესმის. როგორც ნიშნის დამქერი ჩამავალზის ნაპირი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში, არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივდა მიუსაფარი დუმარების გარეშე. როგორ მოდის ეტლი პოეზიისა, აი ეს არის გალაქტიონი და ეს არის ტრადიცია ქართული ლექსისა. არ მოგატყუოთ არავინ. მოდი ახლა თეთრ ლექსს და ვერლიბს დავწერ და იქნებ ამით მივიფრო ყურადღებაო. არა, ახალი სიტყვა ქართველი ლექსი იმას მისდევს გალაქტიონს და გრანელს და რა თქმა უნდა შოთა რუსთაველს და სხვებს და სხვებს. გაიხარ. სისხლის ვერ შეიძლება როგორც იარა როდეს მე ვიბარავ თოვლის ფერვარდებს და შენ სახლის თავს ვიგავარდებიანა როდეს მე ვიბარავ თოვლის
მეორე. რახან ცხელია მეორეც. რახან ცხელია მეორეც. გადავიღოს ხაშლამას. მიდი ახალი ოპერატორი შოა, მიდი. შენი კარნახი მინდა. დამსველი ოპერატორი ვარიკო კაკაურიძე. შაქარი ვიდანები სადროს მოსროვრავიგე ენაცვალებდარი ვიბავგები ავადელო სადროს მოსროვრავიგე ენაცვალებდარი ვიბავგები ვიცი რამაც უყარხა რამალი შეგნატრია მაგრამ ჩემებეშკითა ენაცვალე გერი ედვის მიბარხა ვადელო მაგრამ ჩემებეშკითა ენაცვალე გერი ედვის მიბარხა Santeni vitavlevi Shakari vitavlevi Shalavas tasrovavi Natsole Lani vitavlevi Amadela Shalavas tasrovavi Natsole Lani დიდი მადლობა. ჩემომეგობრებო. მადლობა. ციშვილი შეეწერა ჩვენი ერის სახურებას, სიყვარულს და პატივისცემას და ეს მას ჩაეთვალა გმირობად, მიიღო შესაბამისი ჯილდოები, მიიღო ყველაფერი, ოღონდ ერთი არ აქვს ისკაცი ამ ქვეყანაზე და ისი ნათელი სული განათლებული ყოფილიყოს ყოველთვის იქა. მან დაგვიტოვა შესანიშნავი შვილი და წეგანაც რომ საუბარი იყო ახალ ზედახლის შექმნაზე, ეს მისგან დანატოვარი არის ამ ლამაზ ოჯახში, რომელსაც ჩვენ უნდა პატივიცეთ ყოველთვის და აი გვერდში დაუდგეთ ამ ოჯახს, რამე თუ იქ დაიზარდონ ლომები. ოღონდ ლომები არ ვინამ, გლები უნდა დაიზარდონ, მე ასეთი მაქვს ამაზე ლექსი მე ლომებს პატოს არ ავცემ, უფრო გლების მიმართულება მაქვს. გელი უფრო მართალია. დიახ და მოდი რა, ამ ვებერთელა ადამიანის, რომელმაც სული დალია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, სიყვარულისთვის, კაცურად მოიქცა, ამას მართლაც ქვია გარდაცვალება სახელოვანი. მოდი, ნათელი მას. აჩიგოს. შემომეგობრებო, რომ არ გავაუბრალოთ დიდ ადამიანს ჩემ თვალში და თქვენ თვალში ეკუთვნით საწყილო, მაგრამ ვინც ასე გმირულად, კაცურად, ადამიანურად სახელი წავიდა ქვეყანაზე, ახალგაზრდები, მოდი ყველას ნათელი და მოგონება გქონდეს და დანარჩენი ვისაც რამდენი გინდათ ისაუბრეთ, ოღონდ მაინც იცოდეთ ლიმიტირებულია იქები ხავადით. აი მე უცებ ვიტყვი რა, ის იყო ნაკლია. 26 ბოლოს წინა წლის ოღონდ რა, იმის 26 სექტემბერი. ქეთევან დედოფლის იმაზე რომ კედელზე დაწერეს ბიჭებს, სხვათა შორის ბესოს უნდა გადაიღო იქ სადღაც აქვს და დაიკარგა თუ რა იყო არ ვიცი და აჩიკოს აქვს ეგ პირველი. საკითხული ეგისა რა, პირველი. სანამ ესეთი რაღაც მოხდებოდა რომ წმინდანებშიც რჩეული ხარ 9 სარკველი აღესრულად, ვინც ღვთისა და სამშობლოსთვის აღმატებით აღესრულა და კედელზე დაწერეს ბიჭებმა სისხლიანი თემით და აი აჩიკოს უკავშირდება ეს ყველაფერი და მე თამარსაც მივეცი ფარჩუკიძეს ეგ სხვათა შორის რეზერვატორი თამარ ფარჩუკიძე ქეთევან წამებულის საზოგადოების ის არის და იქაც და ხა აი ესეთი იყვნენ ბიჭები აჩიკოს თამადობით სამშობლოს სიყვარულში გულანთებულ ბიჭებს გაუმარჯოთ, გოგონებს გაუმარჯოთ. აგერ იქეთ გიორგი მიროტაძის ის არის აჩიკო და გიორგიც ხო ნინოს შვილია, ნინოს ძმა.
ექიმი იყო ეს და რას ქვია მთელი ოჯახი მთლიანად ვიცი აქედანაც იქედანაც და აჩიკო და გიორგის შენახვედრები არიან იქ ხო და აი ესეთი ამბებია და მოდით მარადიული სიყვარული იმიტომ რომ მხედრობაშია იქ დღეს ახლა მამამის რო ხმალე ვაჩუქეთ მარტივი არ იყო იქ კიდევ უფრო დიდ მხედრობაში გადავიდა ეგ ენერგეტიკა ვინაცვალე მისულს რა ჩოჩხლე ძალიან ბევრი რამე მაქვს აფხაზეთზე გამოვლილი ეს ტექსტებიც ჰაერზე არის დაწერილი ჩემი მეუღლე მთელი ორი თვენახევრის განმავლობაში დაჭრილი დაკარგული იყო და კუტრებში მყავს ნაწილი და შემთხვევით არის ღვთისნებით გადარჩენილი თავის ნათლიესთან მოყვა ანუ ზუგდიდში მიიყვანეს ბოლოს და ამიტომ ის მოყოლა ძალიან ბევრი გამოიარა საქართველოს მაგდროს და ვამბობ რომ საერთოდ ყველა ოჯახმა თითო ოჯახში თითო გმირი მაინც არის ზოგი ხეიბარია დარჩენილი ზოგი ფიზიკურად აღარ არის და ასე მოვდივართ ეს ჩვენი ქვეყანა ეს ჩვენი სამშობლოა და ხვალას დაიზრდებიან გმირები მაგრამ ნათელი თქვენი შვილის იმ ერთადერთი თქვენი შვილის სულს და იმიტომ არის აღსანიშნავი თქვენი რეზომიშვილად და მისი შვილი რომ ერთა ის სამთელი ყავდეს და ისიც სამშობლოს შეწირო ეს ცოტა უფრო სხვა რაღაცაა და ამიტომ რა ვიცი თქვენ ისტორიას იმეორებთ თქვენი ბიოგრაფიული ამბებით იმიტომ რომ ის 9 ძმას ერთად ყველა შეეწირა თქვენიც ერთი იყო ერთი შეეწირა რამდენი შეეწირა და აგერ შინდისის ბიჭები შეეწირდნენ რა თქმა უნდა და ვინც ვიცით არ ვიცით აჩიკოს სახით ყველაზე ციურ საქართველოში ისინი გვისმენდნენ აქტივებს. ქვეიშვილი სამშობლოს შეეწირა, იროდადი ახსენა ნერჩევის გამზრდელი შვილია და დედით აფხაზი, მამით ქართველი და ესენი რომ არ ყოფილიყვნენ და ასეთი გმირები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება დღეს ჩვენ აქ დაარიყავით, მადლობა მათ სულებს და დიდება გმირებს. ცოტა შემონინა. ნინოს გიორგის მაგაცი ჩემს სახში გაიგებული თქვენი ხვედრია ალბათ. ჩემს სახში გაიგებული. ასაც იგზავნის თუ გასაძლიერებლად იგი ვატის კორე ადამიანს ეს მასასტელის კლავულა რომ ისეულას მიიღეთ და აბე მისი ამბობა არის. თავი შუმეთი ხარ. ასე მოგვიყო დავაში. ფასებო. აბდულlah ბატონო დამოდა. გულის საფლენის ადრიგდელოა, მაგრამ გარკვეულწილად როცა გმირი ყავს შვილი მიუხედავად იმისა, რომ გვერდში არ ყავს დიდად საამაყო. აჩიკოს სულის სცენების ამადობით მე მინდა ყველა იმ ვაშკაცის და მანდილოსნის სონა თქვა, რომელმაც საქართველოს თავი შესწირა იმ ომში, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით რატომ მოხდა და რისთვის მოხდა, ეს იყო ძალიან უსამართლო ომი. ჯერ კიდევ დაუმთავრებელი დავანებებ თავს და დღესაც ომია, აი ზუსტად მაგას ვამბობ. და ამიტომ ნათელი ყველა იმ პატიოსან ხალხს, რომელმაც სახში ფეხბურთი მეცოლები დატოვეს და ახალგაზრდა ბიჭები, უწორი ულვაშო ბიჭები წავიდნენ იცოდნენ, რომ შეიძლება უკანაც არ დაბრუნებულიყვნენ. ნათელი მასწავლებს იმ ქვეყანაზე. სონა მარადილი. მადლობა ზურფასებო. ჩემი აჩიკოს სცენებისთვის. ჩემთვის ყველაზე მძიმეა ეს წუთი და ეს აღენზები, მაგრამ მე მასულ გმულებს ის გარემოება რომ აჩიკოს ყვალზე ბევრი ახალგაზრდა მოდის. მე როცა საფლავზე ავდივარ, ყოველთვის ხდება ახალი ყვავილი, მიხაკი. ყოველთვის ხდება ყვალი მისი ტოლების მიერ ჩემი აჩიკოს მოფერებისა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქვეყნისთვის თავდადებული და მომავლის საქართველოსთვის მებრძოლი ბიჭები ისევ არსებობენ. როგორც მურმანი ამბობს, არა დაღვრილის რაღაცას
დასავლეთის ნობად მაცნია. ჩვენ სასამშობლო არა გვაქვს და ამიტომ დიდება იმათ სახელებს. ისე ეხლა უნდა ვთქვა, წერალ ხო ვთქვი, რომ არ ვიცი რეზო ბათოს ახსოვს თუ არა. პოლკოვნიკი იყო ის, ვინც რეზოს ჩამოუკიდა იმაზე. ძალიან ხუნდა. და ეხლა ხო რეზო მითხრა მოსამართლეს რომ კარგი თუ რა. აი მაშინ არა მაგალითად. იმას უწოდება არ ხო. უფალს ხოვოთ, რომ მომავალში სხვა დღეები, სხვა შეხვედრები მოახმაროთ უფრო მჭიდრო კავშირს, უფრო თანადგომას ერთმანეთთან, უფრო მილოცვებს და რა ვიცი სიკეთეებს და სიკეთეებს. დაგლოცავთ სული და გულით ყველას. აი ჩემგან მარჯვნივ დაწყებული იყო დაჟექში. სული ჩემი შესანიშნავი ქალბატონის ნინოს ჯათვლი. დაგლოცავთ კარგად და კარგად გაგცნობოდა. ბატონო რეზო თქვენი სახით ქართულ მწერლებს თქვენ რო ვიტყვით რომ ეს მწერალი და ეს პოეტი აი ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს კიდევ. გაუმარჯოს თქვენი სახით. თქვენი სახით არაბეს გაუმარჯოს. ყველას გაგიმარჯოს. ქართულ მწერლებს გაუმარჯოს. ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე. მე ბედნიერი ვარ რომ თქვენ შორის ვარ და მიმიღეთ თქვენთან ეს მერიკაცი. ენაცვალოთ ჩემი ხელი. ადგილი რომ მოგინახეთ, ა? ქუთაისური იუმორი. ბატონო თემო, ეხლა მე ბატონ რეზოს გავაცილებ, თქვენ ვტოვებთ. არ მე გავაცილებ, მე უჯო თქვენ იყავით და სალოთავად არავინ არ აქვს. ქართულ მწერლობას გაუმარჯოს თქვენის თანადობით. მოგენაცვალეთ სამყარო. იხარეთ ეს საწყალობებია ჩემო რა დროს ხარ ამ ქვეყნიდან წასული იმას რომ ღირსებოდი რომ მე პატარა ეერხელა დიდაკი ეს ბატონი რეზოს გვერდზე ვილოცავ თავს ქართულ აი ხედება ბლახში. აი ბებეშენ მაქარი. აი ეგარი ხედავ. დიდი მადლობა ჩემო წინვალე საზოგადოების წევრებო. მადლობა უფალს, მადლობა თქვენ, რომ მე თქვენს გვერდზე ვარ. ღმერთმა დიდი ხანი მიყოფოს თქვენი თავისუფლებას. ბატონი რეზოს დამატებით. იზოს თქვენის თანადობით ის შემოქმედ ადამიანებს, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს, დაწუნებული ვარ და დარჩება როგორც კონსტანტინელის ხელოვნება, თავადუხმოვნება, ესეა. იმერული რაღაცა ისე მოვაკეთე. მართლაც სანატრებია და საკუთარი დროები დრო გავა, წელი გავა და ეს იქნება და ყოველთვის გადაეცემეს თავის და თავის თაობას. დაგლოცავთ ყველა ზოგადად თქვენი სამადობით ქართულ მწერლობას გაუმარჯოს, მაფალა გონაშვილს, ჩემს დას გაუმარჯოს, მეორე ჩემს დას ნინო უძილაუს, აგერ გვერდით თქო მანანას და ასე შემდეგ და მოგონებოდა, ვაჟებოდა, ქეთევა, გაგიმარჯოს. აი ხარ. ქართულ აქეთ წამოს. ერთ საგრძელოს ვიტყვი ძვირფასებო. მე დიდხანს ვიქნები ასიამოვნები და მადლობელი და აფრთხილებული იმით, რაც დღეს აქ მოხდა. მე გამომიტყუა ნიკალამ ჩემო გუჯამ და თქვენ ყველამ ჩემი სიბერის ღვინიდან 2026 წლის მეორე დღეს 2 იანვარს სულ რაღაც ერთი დღის რეზო მიშვენათ. დაგბედებოდეთ ჩემო ძვირფასებო ყველას სიხარული, სიყვარული, ახალ-ახალი გამარჯვებები ხელოვნებაში და პირად ცხოვრებაში. მე რაც შემეხება არ ვიცი მომავალ წელს ერთი წლის შემდეგ მექნება თუ არა ბედნიერება თქვენთან ყოფნისა თუ არა და იქედან დაგიქნებთ ხელს და გეტყვით რომ ძალიან მიყვარხარ ჩემს სულთან და გულთან
ახლოს ხართ, მე ვგრძნობ ერთი ყალბის სიტყვა, ერთი რაიმე პირმოცნობა არ ყოფილა ამ 3 საათნახევრის განმავლობაში, რას დღეს აღზივართ, რა კარგები ხართ, რა ლამაზად გამოიყურებით, როგორი თბილები ხართ და როგორ ვიქნები მე რეზომიშველაზე ჩასაფრებული სამაგიეროს გადასახდელად ვალში არ დაგჩებით. ერთი ჩემი ტკივილი ყოველ დილას რომ ვიღვიძებდა Facebook-ს და ვხედავ, გულში თბილად ჩამეღრება. ნიკალა ისევ აქ არის. არ წაუყვანიათ ზევით მოსკოვში ან მთავრობაში. სულ შიშით შემცქერი ნიკალას. ნიკალას ჩვენთან ვინ გააჩერებს მეთქი ვიძახი კაცო. ვენაცვალე ამას. მე ხო ვიცი რომ ჩანაფიქრი მისი იყო. ელგუჯასაც კი წამოწდა. აი რამხელა სიკეთეა ამ კაცში. რამხელა სიტყვა, რამხელა თავდადება. ღმერთო ოდესმე მაინც ისეთი მოყვარული გამხადე მოყვასისა, როგორც ნიკალა, ჩემი ნიკალა. დიდი მადლობა ჩემო ელგუჯა თამადობისთვის, დიდი მადლობა ძვირფასებო და ილოცეთ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ნიკალა არ წაგვართვას. ამას თუ წაგვართვენ წერათა კავშირს მე დაშლილად გამოვაცხადე. რუსთაველი გადავკეთოთ და გავიკეთოთ დიღბები. მოგჭით? მემატიანი არ ეყოლება. გაგიმარჯვეთ. ატო, ლევან მიშველაძეს გავმარჯოთ. ჯოს.
მომწინვალეთა მადაყავდა. აუცილებლად. ესე იგი, სადაც არ უნდა წავიდე აწი. რა შეხვდ რაც არ უნდა მქონდეს. ერგუჯა ადეიშოს არ მოვიშორებ თამადობიდან. დროის გასიცის, ხო? გენასვალე. დიდი მადლობა. ყველა არ ვამბობ, ერთელ ადამიანს ბრძანდებით. ყველა ვსწავლობთ, ყველა წუთში ყველაფერს. ასე უწყუბრად აი ქუთაისში ხო არ იყო კორტეჟი და მეცხრაი სიცხელო გადაენილი ხო აგანა საძმო იყო შეიძლება ეგანა სხვანაირია მე მადლობა მიწინვალე ჩვენი რა სუფრის აყვანისთვის და ბატონ ერგუჯასთან ერთად მე მინდა ეს ოჯახი გავლოცო ამ ოჯახის უძემდებლების სული გაანათო სუპალმა იმპროგრამაზე და გამგზელებლებს კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე გამგზელობა და ბედნიერება ციფრის სწავლება და წარმატება არ მოხლებოდეს ჩემო დიდი მადლობა, დიდი მადლობა.